თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას ჩემი საქმე. რუბრიკაში ჩემი საქმე ვსაუბრობთ პროფესიებზე, პროფესიულ არჩევანზე, გამოცდილებებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩემი საქმე. მე ნინი კიკოშვილი ვარ. დღეს ვიმყოფებით ხელოვანთან და მხატვართან, ლელა ფერაძესთან. ქალბატონი ლელა საკმაოდ ბევრ გამოფენებში ღებულობს მონაწილეობას, ასევე არის პედაგოგი სამხატვრო სკოლაში, წერს პიესებს საბავშვო სპექტაკლებისთვის და მოკლედ მრავალფეროვნად მუშაობს კი. მოგესალმებით ქალბატონო ლელა, მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, ჩემო ნინი. მე ვარ ძალიან ბედნიერი შენი სტუმრობით. აი რაც მოვესწარეო, ჩემი ყოფილი მოსწავლე მოდის ჩემთან და ინტერვიუს იღებს. ალბათ ეს ჩვეულებრივი საუბარი იქნება, ჩვენ ისე გვიყვარს ერთმანეთი. დიახ. სამხატვრო სკოლაში მეც დავდიოდი გარკვეული პერიოდი და ქალბატონი ლელაც ჩემი პედაგოგი იყო და ძალიან მიხარია რომ ეხლა თქვენთან ერთად შემიძლია ინტერვიუს ჩაწერა და მუშაობა ასეთ. პირველ რიგში როგორ დაიწყეთ თქვენი შემოქმედებითი გზა? იყო თუ არა თქვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელმაც გიბიძგათ, მაგალითი მოგცათ, შთაგაგონათ, რომ ეს გზა აგერჩიათ? შემოქმედებითი გზის დაწყება ეს არის ისეთი აი თქვენ ასაკში შეიძლება დაგეგმო რომ მე შემოქმედებით გზას შევუდექი ახლა და უნდა დავიწყო რაღაც და ბავშვობაში ესე მეგონა რომ ძალიან ცნობილი მხატვარი ვიქნებოდი. Ну, აუცილებლად უნდა ყოფილიყავი, ალბათ სოფლიო უნდა შემეძრა, ისეთი მხატვარი უნდა დაუმდგარიყავი. ეს არის შემოქმედებითი გზაზე დადგომა და მისი დაწყება არის დაუგეგმავი. უბრალოდ თავარია გინდოდეს ხატვა, გეხატებოდეს და ხატავდე. და ეს არის მთელი შემოქმედება, როცა შენ მუშაობ ხატავ და მე აღმოაჩენ რომ ან მოგწონს, ან არ მოგწონს, ან იწვი, თუ არ იწვი, რა თქმა უნდა, ბნელს ვერ გაანათებ. აი ეს არის შემოქმედება. როგორ არ მახსოვს მე ადამიანები, ვინც მე ბიძგი მომცა, ეს იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, ისტორიის პედაგოგი რობერტი ბერიძე. ასპინძის სკოლაში. და ჩემი რობერტი მასწავლებელი თვითონაც ხატავდა. და რომ ხედავდა ხოლმე რაღაცებს არ ვაჩერებდი ხელს ძალიან პატარა სკოლის ასაკზე ვილაპარაკებით. ესე ყველა ისტორიის გაკვეთილზე აბა რა მომიტანე მე კითხებოდა და ერთი სული მქონდა, ეს იყო სტიმული, ეს იყო აღმოჩენა ჩემთვის, რომ მე აღმომაჩენინა თავი, რომ მე თურმე ვხატავ. მე მგონი აი იქიდან დაიწყო ეს ჩემი თვითშეფასების ამაღლება, რომ რობერტ მასწავლებელი მოგმინდა ძალიან ჯერი ბავშვი ვიყავი და უნდა მეხატო და ასეც გავაგრძელე. ну მე უკვე ჩეულებრივად ხა აკადემიაში ჩაბარება, ახლა ესე სამერად არ შეიძლებოდა მე ჩამებარებინა, მე აკადემიური ცოდნა და იქ უკვე პირველი წელი ვემზადებოდი ილო პატაშურთან, გარდაცვლილია და სასუფეველი მისულს და ეს იყო საოცარი ადამიანი და თქვენ წარმოიდგინეთ მე დღემდე მესმის ილოს ხმა როცა ვხატავ. აი რას მარიგებდა, რას მირჩევდა, აი რაღაცა არტისტული ხმა ქონდა მთელი კაცი იყო და თითქოს პოეზიასავით იცი როგორ მიხსნიდა, პოეზიასავით მიხსნიდა და მეც მაქვს სხვათა შორის მისგან მაქვს ეს დარჩენილი, როცა მე ცივი თბილი რაღაც ესეთ ფერებზე ლაპარაკობ მუსიკას ვადარებ, ერთხელ მახსოვს ერთ ჩემ აბიტურიენტს გაეცინა, ვერ აღიქვა, რას ვეუბნეოდი, აი რა მუსიკა და რა
ვთქვათ მხატვრობა, მაგრამ ბოლოს მიხვდა. ბოლოს წლის ბოლოს მიხვდა. მგონი ესე რომ ხელოვნება ესეთი სინთეზურია და პედაგოგები ხშირად გვამახსოვრდებიან სწორედ აი ესეთი ლამაზი განცდიანი ახსნით, როცა მოდიან ჩვენთან ახსნით. ალბათ ამანაც მოგცათ თქვენთვის ინსპირაცია იყო ეს თქვენი რომ აი ბატოშური იყო ჩემი ინსპირაცია, თუმცა მე იმდენად დავემსგავსე ჩემ დაუნებურად, ეს ხდება ხშირად რომ მოსწავლე მსგავსება აბარატო არსებობს სკოლები, მისი სკოლა გაიარა, ნეტა ისე გამევლო რომ მართლა ბოლომდე შემეციცებინა, მაგრამ მე უნდა ეცადო რა თქმა უნდა გამოხვიდე და აი ეს ცივი სფერი, მოცისფერო ტონალობები რაღაცები რასაც მიხსნი და ბოლოს ისეთ გავლენაში ვიყავი აი ინსპირაციაზე, რადგან მეკითხებით რომ რაღაცა ფერები პალიტრაზე აღარც კი დავასხი, რომ აი ეს მისი ხმა ეს ცივი ტონები, რომელიც ეფინება მთელ სამყაროს, თუნდაც ნატურმორს აი ეს აერია და რაცა ძალიან მივყავდი იქით და სულ მეშინ რაღაცა ერთფეროვანი არ გამოსწოდა და ფერებს აღარ ვასხამდი. უკეთ ბევრი ვიმუშავე, რომ მე ჩემი სტილი, ჩემი ხელწერა მქონოდა. აი ეს ძალიან მასალებთან გიყვართ ყველაზე მეტად მუშაობა. ზეთებთან რა თქმა უნდა, ფერწერა მაინც უკავშირდება ზეთის საღებავს. პირველ რიგში, როცა ფერწერაზე ვსაუბრობთ, არის ზეთის საღებავი, დედა და მამა. მისი და მე ესე ახლა დღეს აკრილით ხატავენ, უამრავი ახალი ტექნიკური საშუალებები არიან, ტექნოლოგიური საშუალება არსებობს. უამრავი საღებავის სახე გამოვიდა. და თქვენი თემებისთვის ნამუშევრებს როგორ ირჩევთ? აიცი როგორ არის თემები არის შინაარსი და არის ფორმა. ძალიან ხშირად მომხდარა, რომ თემა ამერია შინაარსი რაღაცა და მე ფორმას მხატვრობაში მაინც ფორმაა მთავარი და ფორმას ხოლმე ეწირება შინაარსი. და ანუ თუ გამიმზადებია, ვთქვათ, რაღაცა მართლა მოსულა თემა შინაარსი, მე ფერწერას ისე მიყავხარ სადღაც რომ ის ეწირება. მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა მოდის თემები მოდის. თემები რა არის? საერთოდ მხატვრობა რა არის? აი ვან გოგი რა ამბობდა. ხელოვნებას პლუს ბუნება. დადიხარ ბუნება რა სამყარო, ხო? აი პლუს სამყაროში რომ დადიხარ, გაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რაღაცა ხდება სულ მუდამ შენს ცხოვრებაში, თასად შემოდის ეს თემებიც, ხო? რა თქმა უნდა. ხან ფილოსოფოსობ, ხან პირიქით უბრალოებაშია, მთელი ფილოსოფია და გინდა რომ ძალიან უბრალოდ შეიძლება სულ უბრალო ნატურმორტში გადმოსცენ მთელი შენი რაღაცა ღვთიური სამყაროს მთელი არსი, მთელი იდუმალება, ხო? ისე აი ფარჯიანს აქვს ესეთი კარგი ნატურმორტია თითქოს ყვავილებს და უზარმაზარი ჩიტი ზის იქ თეთრი მოცისფერო ჩიტი და ჩემთვის ეს ჩიტი არის აი ეს დიდი სული, თითქოს სამყაროს სული ზის. არა და რა არის ეს? ნატურმორტია ერთი შეხედეთ ვიღაცისთვის რაღაცა ლამაზი ყვავილებიანი ნატურმორტი ცოტა ჩიტი ზის, ცოტა არაბუნებრივი რაღაცა მისტიკაც შემოაქვს. ანუ ზოგჯერ კიდე იცი რა ხდება? საერთოდ არ უნდა თქვას მხატვარმა, რომ აი მე არ მეხატება, ნუ ზარ მაქვს და ვერ დავხატავ ახლა. არა, აი ფერს რო დაასხავ პალიტრაზე, ხო? შენ ხო ესე ხარ, ფერს რო დაინახავ პალიტრაზე, უკვე ხატვის ხასიათზე დგები, უკვე გეძახის ეს ფერები. სამყარო ხო ფერებია და როგორც სიცოცხლე გინდა, როცა გადიხარ ბუნებაში, აი ესე ფერებს რომ უყურებ, ხატვა გინდა, აი შენ სამყაროში გინდება ყოფნა, ძროხ ხატვას. და თქვენი რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ, ან ჩარჩოები ხართ აი ხატვის პროცესში, რასაც არ უნდა გადაცდეთ, ან ნამუშევრებისთვის? აი ეხლა მე ვერ გეტყვი რომ რიტუალები და ტრადიციები მაქვს, ერთი რიტუალი მაქვს, პომადა თუ არ წავისვი, ვერაფრით ვერ დავხატა. აი ეგ რიტუალი სახლიც უნდა დავალაგო. სახლი, ანუ რაღაცით უნდა მოწესრიგდე. ეხლა ეს ხო სასაცილოა, მაგრამ უნდა მოწესრიგდე, დავაგდე, უნდა სადღაც წავიკითხე ადრე ბავშვობაში, მახსოვს ბეთჰოვენიო რომ წერდა მუსიკას, წყალს ასხამდაო, თუ არ ვცდები ხო ბეთჰოვენზე იყო კი. ხო და ისე გამიკვირდა, აი ვიღაცა პირიქით ქაოსს ქმნის, საერთოდ შენი გარემო რა თქმა უნდა
მოქმედებს, როცა იწყებ ხატვას არა შემოქმედებას. ამიტომ მე აი ეს მაინც ქალური ინსტინქტები მუშაობს ჩემთან და ვალაგებ და მეც წესრიგდებ და ვიწყებ ხატვას. თავზე წავიკრა. და კიდევ ეს საინტერესო თემა იქნება, რომ განვიხილოთ თქვენს ემოციებს, თქვენს გრძნობებს. აი ამ ნახატებში როგორი რა სახით დებთ და რა სახით გადმოცემთ ნახატების ნახატები. ისევ ვუბრუნდებ. ალბათ გაინტერესებს ზოგადად აი ნახატში ემოცია რას შემოაქვს, ხო, ნინი? ძალიან უყვარს ვან გოგი, აი ისევ იმის წერილებს დავესესხები. თავის ძმას თეოს წერს სადღაც შეიძლება სიტყვით ვერ თქვა, მაგრამ აი ესეთ რამეს ეუბნება, რომ ხელოვნება, რა არის ხელოვნება თუ არა სიყვარული ადამიანებისა. ანუ სიყვარულია ყველაფერი. თუ შენ სიყვარული გაქვს, ასახარების არ იყოს იქაც ყველაფერი სიყვარულზე აგებული. თუ სიყვარული გაქვს, აი ეს სიყვარულის სავსე ემოცია გადადის წილოზეც, ხო? მე ვთვლი, რომ ჩემი ემოციები გადადის სიყვარულიდან, ადამიანების სიყვარულიდან. მთავარი ესაა, თუ ადამიანი არ გიყვარს და თუ სავსე არ ახარ, აი ამ განცდით. ყველაზე დიდი შემოქმედი ვინ არის? ღმერთი, ხო? და სიყვარულით შექმნა, ხო? ყველაფერი სამყარო და ადამიანი თუმეტეს. და ჩვენ ვინ ვართ? პაჭეჭუნა არსებები ხატად თვის არა, რომელსაც არის შემოქმედების ნიჭი გადმოქცა. და ამიტომ ჩვენშიც დეს ეს თავისთავად ეს ნიჭი, რომ ჩემს მხატვრობაში მე აი სწორედაც სიყვარულის ემოცია შევიტანე და მე ვფიქრობ, რომ ჩემ ნახატებში არის ეს. იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ოსტატური არ გამოვიდეს, მაგრამ ეს ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ნახატები აგრესიას არ იწვევს. იმიტომ რომ სიყვარულით სავსე ხატავ ყოველთვის. გაბრაზებული მე ვერასოდეს ვერ ხატავ. ნამდვილად თქვენ ნახატებში იგრძნობა ეს ჰარმონია ფერების და აი შესახედად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აი ყოველთვის მაგალითი იქნებით ჩემთვის, თქვენ ნახატები მაგალითი იქნება, რომ გავაგრძელო ხატვა და ძალიან დიდ მაგალითს წარმოადგენს ჩვენთვის. საყვარელო. ქაბატონო ლელა, გაქვთ თუ არა რაიმე ისეთი ნამუშევარი, რომლის გაყიდვაც გენადებათ და განსაკუთრებული ადგილი უკავია თქვენს გულში ამ ნახატს? უცნაურია ერთი ფაქტორი, რომ გაჩუქება უფრო მეადვილება, ვიდრე გაყიდვა. ანუ როცა მე ჩემთვის ვხატავ, აი მეხატებოდა და ვხატე, ხშირად ვამბობ ამ სიტყვას. ხო, როცა მე მინდოდა და აი მაშინ დავხატე ჩემთვის, ესე იგი, იმ ნახატს ვერ ვყიდი. მაგრამ შემიძლია გავაჩუქო. ხო, ზოგჯერ მაგასაც ვნანობ ხოლმე. ბოლოს ძალიან ფრთხილად ვჩუქნი. და არის გაყიდის მომენტი, იცი როგორა, რომ მოეწონებათ, აი დაგიხატავთ ვინდამს უკეთესაც და შეიძლება უკეთესი დავხატო მართლა, მაგრამ რომ ვიცი, რომ შენთვის დავხატე, ადვილად გადის ჩემგან და როცა ეს ისე დავხატე, საერთოდ ნახატის გაჩუქება და გაყიდვაც ისე პრინციპში გაყიდვა უფრო ადვილი უნდა იყოს, იმიტომ რომ იცი რა მყიდველი რომ მოდის და ყიდულობს, მაგრამ მოსწონს, ხო? და აცლებ ვიცი რომ მიაქვს თავის. როცა ჩუქნი, დარწმუნებული უნდა იყო, იცი როგორ მიჭირს ჩუქება, ვაიმე მოეწონება ამ თემატიკამ. როგორია ხა, ანუ ვაიმე რამხელა წარმოდგენა გაქვს ხა შენ თავზე, რომ დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი ნახატი გაახარებს მას და ანუ მართლა უნდა იცნობდე პატრონს, ვისთანაც ჩემი ნახატი მიდის. ისმის აი ძალიან რთულია. ამიტომ შეკვეთა ჯობია ყველაფერს. აი ეს პეიზაჟი, რომელიც ერთი შეხედვით არაფერია ჩვეულებრივი ეს შედევრი არ არის, მაგრამ ვერასოდეს ვერ გავყიდი, ვერც გავაჩუქებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბავშვობა. რაღაცა ზმანება, რომელიც ბავშვობიდან როცა დაგდევს ეს ყოველთვის ამოგიტივტივდება ხოლმე არ იცი როდის და ეს არის ჭაობი, რომელიც ჩემს ბავშვობაში პირველად ვნახე
და ეს ჭაობი იყო ისეთი უცნაური, სხვანაირი მცენარეები, ხო მაშინ ვერ ვწუხდებოდი ბამბუკი არ მენახა და ბამბუკებს ვეძახით ბავშვები. და აი ეს მელიანი ხო ესეთი გოგითხათ იქ რაღაცა ბაყაყების ხმა ისმოდა კიდე ჭიჭიჭი. მოგეთ ჩემს ბავშვობაში არის ჩალექილი, ბავშვობიდან არის ჩალექილი და გადმოსული და დამაქვს. დავხატე და ვიცი რომ კიდე ბევრჯერ დავხატავ ამას, იმიტომ რომ არ მიშორდება. ეს არის ჩემი ყველაზე ლამაზი პეიზაჟი. ლამაზი არ არის, მაგრამ აი ძალიან როგორ გითხრათ, ჩემს ბავშვობასთან არის დიდ კავშირში. და აი კიდევ ეს ჩემი სიცოცხლის თუ ცხოვრების ხე, რომლის ქვეშაც მე ვდგავარ, ეს ავტოპორტრეტია. ესეთი პატარა ქალის ტანზე თუ ბავშვის ტანზე შერწყმული, პირიქით ბავშვის ტანზე შერწყმული დიდი ადამიანის პორტრეტი, ანუ ავტოპორტრეტი, ანუ ეს ყოველთვის მაგონებს ისევ ბავშვობასთან მივედით. ჩვენში ყოველთვის სახლობს ბავშვი და არასოდეს არ უნდა მოვკლათ ის ბავშვის ბუნება, რაც დაგვრჩა და რაც მოგვაქვს დღემდე. და აი ამას მივუძღვენი ეს. აი ამასაც ვერ შეველები. არა როგორც ნახატს და როგორც ძვირფას ნახატს, არამედ როგორც რაღაცა ჩემს შინაგან განწყობას და გაცდას. თქვენ როგორც ვახსენეთ უკვე, ასევე მუშაობთ პიესებზე, სცენარებზე. აი გაიხსენეთ პირველი სცენარი, რომელიც დაწერეთ. აი როდიდან დაიწყეთ თან? ხო, ეცით პირველი სცენარი, პიესა, ანუ დავწერე დიდი სტრესის შემდეგ. აი ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა და აი ამ სტრესმა დამაწერინა. და მაშინ დავდიოდი ასპინძი და ახალციხეში რაღაცა ის მონაკვეთი მარშრუტკით ჩვეულებრივ და მარშრუტკაში მოგეხსენებათ რას უსმენენ, რა მუსიკას. ისე მთრგუნავდა, რომ საშველი იყო გავსულიყავი სადღაც და არ მესმინა ალბათ. და აი ერთი ესეთი ის არის არატრადიციული იოგას ვარჯიში. როგორ უნდა გამოხვიდე, ანუ როგორ უნდა გააჩუმო გონება, ფიქრი, რითმული, აი რაღაცას წარმოიდგენ რითმულად, თქვათ ცურავ და ეს მონოტონურობიდან გამოდიხარ. ეგეთი რაღაც მემართებოდა ეს მონოტონური რაღაც მუსიკა, გამოვყავდი. რომ გამოვდიოდი, ისე კარგად ვიყავი, რომ ვიწყებდი გონებაში წერას. და რატომღაც რაც არ უნდა გულში რაღაცა ეს ტკივილი მქონოდა, წერდი ყოველთვის კომედიას. ოღონდ ესეთ განატრაგიკომედიას, მაგრამ ცოტა სენტიმენტალურ სევდიან კომედიებს და აი ესე დავწერე მარშრუტკებში სიარულით და მე რომ ჩამოვიდოდი წერდი სადაც მომეც ნახავდი წერდი და ეს ჩემი პირველი პიესა იყო გმირზე, რომელიც აღმოაჩენს, რომ დაფრინავს და აი მაშინ აფრინდება, როცა ძალიან ცუდად არის, როცა კრიზისი აქვს რაღაცა ესეთ წინააღმდეგობაში ვარდება, მაშინ მიფრინავს. ძალიან საინტერესოა. და დაიბეჭდა ეს მე რაღაცა კონკურსი ტარდება ყოველთვის დრამატურგების გავაგზავნე და დაბეჭდეს არის დღესაც ჟურნალში და მე ცოტა ესე ცუდია ეს ვიცი რომ ძალიან ცუდია ჩემთვის არც კი შევიძინე შემდეგ ქალბატონმა ლიას უაჟმა მე სხვა რეჟისორმაც მითხრა რომ შენი პიესა წავიკითხე შენი პიესა ცოტა შევცვა რომ არა მაქვს ეს ჟურნალია თუ წიგნია ფაქტიურად დრამატურგიის და აღარც გამოვანები რომ კონდიტა რა პიესა ხომ მაქვს მართალია თქვენი ასე ვთქვათ ჰობი არის სცენარების წერა, თუმცა ჩვენ ვიცით რომ თეატრშიც მუშაობთ, ხო? აი როგორ მოვხდით ეს ბანკაუგებრობაში? ხო, რა თქმა უნდა დრამატურგიასაც არ დავარქმევ ხამე პიესებს რომ წერ ეს მართლა ჩემი ჰობია, მართლა ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ
როცა მომინდება, არა მაქვს პრეტენზია დრამატურგებმა არ გამიგონ ისე რომ მე პრეტენზია მაქვს დიდ მწერლობასთან. მაგრამ აი რაც შეეხება სცენოგრაფიას, რომ ცოდნოდა სად ვდგამდი ფერს, აი ეხლა რომ ვიწყებდე, ალბათ არ გავეკარებოდი თეატრს. ის იმდენად რთული პროფესიაა, იმდენად იგივე მხატვრობა, ჩათვალე რომ შენი მხატვრობა, შენი ნახატი სამ პლანში, რამდენიმე განზომილებაში, ანუ ტრიდეს რო ეძახით, ლაგდება და ეხლა რომ რაღაცა AI-ით ვაცოცხლებთ ნახატებს, ფაქტიურად ეგ არის. გაცოცხლებული ნახატია, ხო? სცენაზე, სცენოგრაფია და სხვა რა არის. გარდა ამისა არის ურთულესი იმ მხრივ, რომ რეჟისორს უნდა მოეწონოს შენი შეთავაზებული ესკიზი, შენი ნააზრევი პიესა, რეჟისორი ვით, კარგი კრიტიკოსი ვით, უნდა შეისწავლო, მერე უნდა გარემო ამ სიმბოლიკაში მოახვედრო, ალეგორიები შემოიტანო, ასულაც ნატურალიზმი შეიძლება დაგჭირდეს და რაღაცა ისეთი სცენა შევქმნათ, რომ ჩვეულებრივი რეალისტური და პრეტენზიების ყოველგვარი სიმბოლიკის გარეშეც შეიძლება გაკეთდეს და ესეთი ჩვეულებრივი ინტერიერის სცენები არ მიყვარს სხვათა შორის. არც არის საინტერესო დიდად. თან ძალიან ხშირად დიდ სახსრებსაც მოითხოვს და არის ხოლმე ისეთი გარემოებაც, რომ თუ არ არის დაფინანსებული სპექტაკლი სათანადოდ, ამაზე თეატრიც წუხს, შენც წუხა, რეჟისორიც წუხს და ყოველთვის არ გამოდის ისეთი შენი ესკიზი ყოველთვის არ იქნება ისე რეალობაში, როგორც შენ გინდოდა და არც საშუალება არ არის ყოველთვის, ზოგჯერ ესკიზსაც კი იმის მიხედვით ვქმნი, რისი საშუალებაც არის. თუმცა და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის ძალიან დიდი და რთული შემოქმედებითი პროცესი. ძალიან პატარა ვიყავი თეატრში, როცა მოხვდი, დავამთავრე თუ არა აკადემია, მეორე წელს მოხვდი და მე ფერწერა დავამთავრე და ვერ ხვდებოდი რა რთული იყო. არ მესმოდა და ამიტომ გავბედე და ახალგაზრდები ხო რისკით გამოირჩევიან და აი გავრისკე და გავაკეთე. და კარგია, ესეც ერთი ბრძოლის უნარის გამოხატულება ალბათ რაღაცა ჩემში იყო. მებრძოლი რომ შევძელი, შევებრძოლე და სხვათა შორის ძალიანაც კარგი გამოვიდა. მახსოვს გიორგი შალუტაშვილი იჯდა ჩემს უკან რიგში, როცა დეკორაციას, ანუ სპექტაკლის ჩაბარება იყო და ესეთ ნერვიულობდი, მეტამეთქი როგორია და უნდა ნახონ ეს დეკორაცია გაიხსნა ფარდაჭყუის ამ ჯირს ერქვა სპექტაკლს მოდევილი იყო და მეუტრიალდი და ვეკითხები როგორია მეთქი და აი შემაქო ისე დავწყნარდი, ისე დავმშვიდდი. ასეთი ადამიანები ყოველთვის გვჭირდება ცხოვრებაში, ვინც თუნდაც ტყუილად შეგაქებს, გვჭირდება ხელისწაკვრა შემოქმედების პროცესში აუცილებლად. და იცით რა არის, როცა დეკორაცია დგება სცენაზე, დადგმულია და მზადდება, ხო? და მე, აი წარმოიდგინეთ, დაიდგა, ხო? დავდგით და გამოვდივარ წინ პარტერში უნდა დავჭდე სცენიდან, სცენას გავიჩდები პარტერში და სანამ პარტერამდე ჩავალ, აი ეს სკეფა ისე მეწვის, აი ეს რაღაცა შეგრძნება მაქვს, რომ ის მიყურებს, ნეტარ რა გავაკეთე და როგორი გამოვიდა, სანამ მოუბრუნდები, გული მიწუხს. და რომ მოვუტრიალდები თუ მომეწონება, აი როგორც ნახატი მოგწონს, გიხარია, ანალოგიური შეგრძნება და კიდე უფრო მეტი მძაფრი განცდა, იმიტომ რომ იმას მაყურებელი უყურებს და მაყურებელი ვიფასებს. ისე პასუხისმგებლობაა დიდი. რამდენიმე ლაპარაკე თეატრზე. ქალბატონო ველა, ჩვენ ვიცით, რომ ასევე თექაზეც მუშაობ და აი ამისი გამოცდილებაც რო გაგვიზიაროთ, როგორია მასზე მუშაობა. თექაზე მუშაობა აი შემთხვევით არ დამიწყე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ამას წინ უძღოდა, რადგან უნივერსიტეტში მუშაობდი, ჩვენ გვჭირდებოდა ვთხოვდნენ ხარისხს და ამიტომ იძულებული გავხდი, გამეკეთებინა ხარისხი დამეცა მხატვრული ქსოვილის განხრით.
და რა ვიცი, ალბათ შემთხვევით არაფერი არ ხდება ხარისხებს თავდავანებოთ, თვითონ ეს პროფესია ძალიან გამომადგა, ძალიან შემიყვარდა, ხელმძღვანელი მყავდა ბატონიაც გარდაცვლილი სამწუხაროდ ისიც გივი ყანდარელი და აი ბატონ გივის იმ პერიოდში მით უმეტეს ისეთი მძიმე წლები იყო, მის შარგენზე ქონდა სახელოსნო და აი სახელოსნოში მუშაობა იყო პატარა ოაზისში ყოფნა. მასთან ყოფნა იყო, აი რაღაცა ოაზისში რომ მოხვდები უნიჭიერეს ადამიანთან და იქ შევისწავლე ფარდაკი ხალიჩა, ეს მხატვრული ქსოვილი, რასაც ქვია და გობელენი. თექა სხვათა შორის იქაც კი მიცდია, თექა ძალიან ადვილი შესაქმნელი მასალაა თექაში, მატყლში. თუმცა ასე ნულუყურად ამას აქვს ძალიან დიდი ისტორია, ეს არის ჩვენი ხალხური რეწვი. და ამას სჭირდება როგორც ფარდაკს ხალიჩას გადარჩენა, შენახვა სჭირდება. თაობა უნდა გავუზიაროთ, ვასწავლოთ და სწორედ ამიტომ შევქმნი სამხატვრო სკოლაში. ხა კათედრას ვერ დავარქმევ, სახელოსნო, რომელსაც ჩემი მეგობარი კოლეგა ნანა ყორანაშვილი ხელმძღვანელობს ორ უნიჭიერეს მხატვართან ერთად, ირმა კოზიაშვილი და ხათუნა მაღრაძე და აი არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნიან ბავშვებს. ამაში მე გავეცალე ამ სახელოსნოს და ისინი ჩვენივრად მუშაობენ. რომ ნახოთ, დარწმუნებული ვარ, აი ცალკე გადაცემა მოგინდებათ ამ სახელოსნოზე. ისეთი კარგია. და რაც მთავარია, ქართული ხაზი. აი ეს ქართული ორნამენტი, ხალიჩის, ფარდაკის ქსოვილი ყოველთვის ფიგურირებს იმ სახელოსნოში და ასეც უნდა იყოს. აი ჩემი პედაგოგებისგან მახსოვს, ვერაფერს მსოფლიოში, აი ვერაფრით ვეღარ გავაკვირვებთ მსოფლიოს, ვეღარც ევროპულით, ვერც აზიურ, აღმოსავლურით. ერთადერთი რითიც შეიძლება შენი სიტყვა თქვა, ეს არის შენი თვითმყოფადობით, შენი ესეთი თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ფოლკლორში გვაქვს ეს, ხო? ხალხური ჩვენი რეწვა, ეს რასაც ქვია, რადგან ხალიჩა, ფარდაკი და თექაზე ვლაპარაკობთ, აი ეს ხაზი უნდა გატარდეს ყველგან. არ უნდა დავკარგოთ ეს ჩვენი ეროვნული ხაზი. რა თქმა უნდა. რადგან სამხატვრო სკოლა შევეხეთ უკვე, გაგვიზიარეთ თქვენი პედაგოგიური გამოცდილება. როგორ შეგიძლება ახალი თაობის გაზრდა, ასე ვთქვათ? წეგარ ვახსენე, რომ მე მუშაობა დავიწყე უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტში მთელი 25 წელი ვიმუშავა, მე სამწუხაროდ სახელოსნოები ვეღარ შევქმენით, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებს ითხოვდა ეს სახელოსნო და რესურსები არ გააჩნდა უნივერსიტეტს და დავჭე ესე მუშევარი, ასეც ქვია და გეხსენებათ, მუშევარი ვერ ვიქნებით. ამიტომ გადაწყვიტე სამხატვრო სკოლაში და სკოლაში გადასულიყავი ისევ პედაგოგად. რა თქმა უნდა, სტუდენტებთან გაცილებით, როგორ ვიტყვათ, ვიტყვი არ ეწყინებათ ჩემ მოსწავლეებს, საინტერესოა, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი შემოქმედებითი პროცესია, მეტად საერთო ენას პოულობთ და რაღაცა საერთო ენაზე ვლაპარაკობთ და ბავშვთან, აი ჩემთვის ბავშვი იცით რა არის, სულ რომ არაფერი ისწავლოს, რამდენზე დამიხუჭავს თვალი, რომ ვერ ხატავს ახლა და რა ქნას, მაგრამ უნდა შენთან. და ეს რომ გეხუტება, ეს რომ გულში იკრავ, ესეთი ენერგია შემოდის, აი ინსპირაციებს რო ეძახით. წყაროა პირდაპირ შემოქმედების ბავშვთან ურთიერთობა ჩემთვის. და საერთოდ მე ვთვლი, რომ ბავშვს უნდა გაატანო პირველ რიგში ცოდნამდე უნდა გაატანო სიყვარული. აი რამდენი საყვარელი პედაგოგი გახსოვს, რამდენი პედაგოგი გვახსოვს საყვარელი, ვინც ჩვენ სიყვარული დაგვიტოვა, მე დამატდა. და ეთყობა ეს ისე მწვავედ დამრჩა, რომ ზოგჯერ ბავშვიდან მავიწყდება, რომ შევედი, რომ ვასწავლო ვეფერები და მე უიდახათ ეს.
რაღაცა ისწავლეთ. ანუ პირველი ესა, ასე რა თქმა უნდა, პატარა ბავშვებთან მათ ლაპარაკი თორემ ის უნდა მოსწავლოთ. ხო, აი ეს არის. და ბავშვი ჩემთვის არის ენერგიის მომცემი. ენერგიას მოწევს და ესე ვცდილობ ჩემი თბილისი, ყვავილის ენერგია გავატანო. წავალ და მე ან დახატას, ან კარგ ხასიათზე შევა, მეორე გაკვეთილზე მაინც შევა. აი ერთ რამეს გაგაცინებთ სამასწავლებელში შევედი ერთხელ და ჩვეულებრივ ორი სამ ბავშვს ეწერა 10-იანი ხატაში და ეს ხედან ბრძნული სახეებით არ ვიტყვი რომ სკოლაში ხო რა თქმა უნდა ხა ეს ხელოვნებაში ექნება 10-იანი ჯერ ერთი მართლა ეკუთვნოდა არ ვიცი ისე შეუყვარდა ხატვა კი შეუყვარდა თეორია შეუყვარდა ვასწავლე ხო და მე კიდევ ვცხარი აი მეოთხე მეხუთე გაკვეთილზე რომ შემოდის ფიზიკა მათემატიკაზე დაღლილი და კარგ ხასიათზეა და ხელს არ გიშლით ეს ხელოვნების გაკვეთილიდან მოსდევს ოკეი ხუბრებით აი ჩემი ის წლებიც რომ იმ წლებსაც რომ ვიხსენებ როდესაც სამხატვრო სკოლაში ვატარებ აი ყოველთვის მახსენდება თუნდაც ახლა რომ დავიწყებ ხოლმე პატარა რაღაც ჩანახატის გაკეთებას ყოველთვის მახსენდება ის სიყვარულით ნასწავლი ყვარდეს მის ჩემი ხმა მე რომ ეს ერთმა ბავშვმა ვიწყრა მეც ვიტყვენი ხო აი იცი რა ეხა მე რამდენჯერაც გამახსენდა იმდენჯერ გავჩერდი მეთქი ესე არ გამოვიდეს რომ პირადად ვხედავთ ეხა და გაკეთებ მაგრამ არა მაინც უნდა ვთქვა შენი ყავი ჩემთვის აი ის მოსწავლე აი თითზე ჩამოსათვლი ხომ ამდენი მოსწავლეები მოდიან მაგრამ მოსწავლეები რომლებიც გამახსოვდებიან არის ძალიან ცოტა რაოდენობის მცირე რაოდენობის და შენი ყავი ერთ-ერთი ის ბავშვი რომელიც როცა ამთავრებდა მე ძალიან დიდი გულისწყეთა მქონდა გარდა იმისა რომ პიროვნულად ძალიან მიყვარდი და დამაკლდი ნიჭიერი ბავშვები ხომ გჭირდება სკოლაში სამხატვრო სკოლას გულისხმობ იცი რა ნიჭიერი ბავშვი როცა გამოფენს აი ნახეთ საერთოდ ბავშვები მოსწავლეები ერთმანეთზე იზრდებიან ხედავ რაღაცა ეს შური კი არა წამბაძველობა კი არა ეს სტიმულია აი მე რა კარგად დახატა ხა მოდი ხამეც რაღაცა ავენთები და დავხატავი კიდეს ამ უკეთეს და შენ აი ასეთი დინამოსავითი ყავი ჯგუფში ძალიან კარგად მუშაობდი და მიხარდა ყველაფრის შენი ნიჭიერების ყურება დიდი მადლობა მას როგორც იცით ყველა მხატვარს აქვს გამოფენები აი თქვენ და დამოკიდებულება გაქვთ გამოფენებთან დაკავშირებით გამოფენა საკმაოდ გამოფენებს ვიყურებ ძალიან რთულად. ჯგუფური გამოფენები მომწონს, როცა სხვებთან ერთად ვიფინები და მაქვს ესეთი გამოფენები, რა თქმა უნდა, ერთი მქონია. ამ ბოლოსაც მქონდა შარშანიკო ფაბრიკაში თბილისში. შარშანიკო ხო, მქონდა 1000 წელი, სამშობლო აქვს. კიდევ ამ ბოლოს იყო საფრანგეთში პარიზში წაიღეს საელჩოს ეგიდით თუ როგორ ამბობენ მე ვერ წავედი მაგრამ ნახატი გავამგზავრე ხო და ესე რამდენიმე ქვეყანაში მაქვს გამოფენილი ნახატი ძირითადად სხვათა შორის როცა საელჩოები არის ჩარეული ესეთ ქართული კულტურის დღეები როცა ეწყობა ასეთ გამოფენებზე ვღებულობდით მონაწილეობას ორი პერსონალური გამოფენა მაქვს გაკეთებული ბოლოს რაბათში ესეთი გამოფენა მაგონებს იცით თითქოს შენი დაბადების დღე იყო თამამისგან გამოფენა იყო იმდენი ხალხი მოვიდა და იმდენი კარგი თქვა თან ესე ხო დავდივართ ბუჟერებით ღვინით და აი როცა გიხსნიან სიყვარულს და რაღაცა გაკეთე ისეთი კარგია ანუ ეს ნაწილი მომწონს გამოფენის როცა მოდის სამეგობრო ქალაქელები ჩვენი და ერთგვარი თავშეყრის საშუალება ჩნდება ეს მომწონს ძალიან ემოციურია განსაკუთრებით ეს მომენტი და მეორეა კიდე იცი უცნაურია სახში ხო გაქვს ეს ნახატები არა დარბაზში ან უკეთესი ჩანს ან უარესი
და შენც გამოდიხარ თითქოს და უკვე ჩვეულებრივი დამთვალიერებლის თვალით კრიტიკულად უყურება აი ამ მხატვრობას და ძალიან კარგია რაღაცა შეჯამება ხდება მაგ დროს შენს თავში რა დახატე რა შექმენი დიახ და ერთსაც გეტყვი მე ვფიქრობ რომ რაც შეიძლება რაც უფრო თავდაბლად შეხედავ შენს მხატვრობას მეტ სიამოვნებას მიიღებ მხატვრობისგან არ უნდა ხატო ესე რომ მე ამისგან აი იქ რა არაჩვეულებრივ გამოფენაში მე ამისგან გავაკეთებ აი ესე არ უნდა იყო რა მე მინდა დავხატაო მაგრამ შეხედე ესე ამბიციების გარეშე მე ასე ვგრძნობ ზოგს აქვს ამბიცია და უმართლებს კიდეც ამართლებს იმ ამბიციასაც მაგრამ მე ვფიქრობ რაც უფრო თავდაბლად დავხატაო მით უფრო შვიდაც შემოვა ეს ნახატი ჩემში ნამდვილად ჩემი მხატვრობა ბოლოს რას ურჩევდით იმ ადამიანებს რომლებიც მხატვრობის გზა აირჩიეს და რომლებიც ახლა გადიან ამ პროცესებზე აი რა თქმა უნდა დიდ შრომას და დიდ თავისუფლებას მხატვრობა ხელოვნება ეს არის დიდი თავისუფლება სიყვარულით გაჯერებული თავისუფლება ხელოვნება და დამატებული შრომა შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა ბევრი უნდა ხატო ძალიან ბევრი უნდა ხატო ფანქარი არ უნდა გააქვთ ხელიდან და იყვნენ თავისუფლები და სიკეთით სავსე უნდა იყო ნახატთან რომ მიდიხარ უნდა მიხვიდე აბსოლუტურად გაცლილი ყოველგვარი როგორ ვიტყვი არ უნდა კონდეს სიძულვილი არ უნდა გეცალოს რა არც განკითხვისთვის არც სიძულვილს ცუდი არაფერი არ უნდა გქონდეს ეს მართლა გაწმენდილი უნდა მიხვიდე და ესე უნდა დაიწყო ხატვა და ბევრი იშრომო დიახ გაქვთ თუ არა რაიმე ახალი პროექტი რაზეც ამჟამად მუშაობთ პროექტს ვერ დავარქმევ, მაგრამ აი ოცნებად მეკცა რაღაცა პერფორმანსის გაკეთება მინდა. ძალიან მინდა ტყეში გაკეთება პერფორმანსის, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი ზუსტად არ შეიძლება ამის თქვა არ მომპარონებია, მაგრამ აუცილებლად გავაკეთე და აუცილებლად მოგიწევთ. აი რა მაგარი იქნება ფიჭნარში, ტყეში, წარმოიდგინეთ ესეთი ღამე იქნება იქ რაღაც პატარა განათებები ცოტა შეგეშინდება თან ცოტა ქართული იქნება ძალიან დაბოლოება ფინალი ну ფაქტობრივად მოვყვები ამის აი ახლა მუშაობ ამ მუშაობაზე ამ ფერწერაზე ჯერ არ ვიცი როგორ გამომხედავს და აი უცნაური ის არის რომ აქაც ეხლა დღეს დავფიქრე რა რაღაცა ამკვიატებია ბავშვობა და ეთყობა ჩემკარგებო ისეთ ასაკში ვარ ეხლა მე რომ უკვე ბავშვობას ვენატრება მე ახალგაზრდობა მომენატრება და ასე შემდეგ არა მართლა ეს პროცესი ეთყობა დაწყებული იცის ეს წლებმა ალბათ რომ სადღაც იმ სამყაროში მინდა გადასვლა კი მართლა მენატრება როგორც ვიცით, უახლოეს მომავალში მიდიხართ გამოფენაზე და ვიდათ რომ ამაზეც ცოტაოდენი მოგვიყვეთ. რაღაც იგეგმება ხო საზღვარგარეთ, მაგრამ სანამ არ შესრულდება, იცით რა, მე მაქვს მხატვართა კავშირი შექმნილი. ეს არ გითხრავს ხო, სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვარ. და ეს იდეა წამოვიდა ალბათ უფრო იქიდან ძალიან მინდოდა ბაზა შექმნილიყო მხატვრების ძალიან მინდოდა გაგვეკეთებინა პლენერზე გვემუშავა გალერეა გაჩნდეს ბოლოს და ბოლოს ქალაქ ზეღილსოს გალერეა და აი მე როცა მხატვრებს შევკრებ როცა მათ გამოფენებს გავაკეთებ და უკვე მაქვს მათი გამოფენა გაკეთებული ბოლოს გალერეაში დაიდებს ბინას მესხი სამცხე-ჯავახეთის მხატვრების ნახატები აი ეს არის ჩემი ოცნება ჩამოსვლის აქ ჩამოსვლის დღიდან ეს არის ჩემი ოცნება რომ ქალაქს ქონდეს გალერეა და დამთვალიერებელი შევიდეს და აქაური მხატვრობაც ნახოს თანამედროვე მხატვრობა ზოგადად საქართველოში რა ხდება პერიოდულად გამოფენები გაკეთდეს ახლა სამხატვრო სკოლა გვაქვს 400 ბავშვზე მეტი სწავლობს
მგონი მთელი ქალაქის ბავშვები ხატავენ, მე რომ უყურებ ჯერ მარტო რამდენი აბარებს, ხო? რამდენი აბიტურიენტია, ეს თვითონ რამდენს ვამზადებ ხატვაში, რამდენი მათი დღეს. და ერთი გალერეა, როგორ არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა შევიდეს და ნახოს, ან ტურისტი რომ ჩამოვა, ნახოს, რომ თურმე ამ პატარა ქალაქში ხატავენ, არა დახატავენ. ხო, აი ეს არის ჩემი ოცნება. დიდი მადლობა ქალბატონ ანდელა, რომ გვიმასპინძლეთ. მე კი დამშვიდობები ჩვენს მაყურებლებს მომავალ შეხვედრამდე. პირიქით, მე ვარ მადლობელი იმის გამო, რომ არა მარტო მადლობელი, მართლა ბედნიერი ვარ, რომ შენ მოხვედი ჩემთან, არ დაგავიწყდი და მე გამიხსენე აი ამ დიდი თემისთვის. მარტო მე ხომ არა ვარ ქალაქში, იმდენი ვინმე ხატავს და ალბათ სხვებთანაც გადაინაცვლებ. სამომავლოდ დიდი მადლობა აი ამ წუთებისთვის, იმისათვის, რომ ყოველთვის არ გვაქვს საშუალება ვისაუბროთ ხელოვნებაზე, ჩაღრმავდე შენს თაში და მე ამის საშუალება მომეც. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ემისტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.